მოგესალმებით მეგობრებო. ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს და ჩვენი დღევანდელი თემა შეეხება მასივებს. ესეთი სიტყვა არის array და ეს მასივები არის ყველა პროგრამირების ენაში და მას თავისი დატვირთვა გააჩნია. ეს თემა ყოველთვის არის დაკავშირებული იმასთან, როცა მსურს მონაცემები შევინახო, ოღონდ ცალ-ცალკე არა. აი მაგალითისთვის ძალიან პრაქტიკული მაგალითი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. დავუშვათ სკოლის მოსწავლეა ერთი და სურს აი აქვს რაღაცა პასტა, ხო? ფანქარი აქვს, საშლელი აქვს, რაღაცა ისინი აქვს რა. და ესე ცალ-ცალკე ხო არ იმას იზავს შეინახავს. ანუ არსებობს რაღაცა და ჩვენ პენალს ვეძახ, პენალი გქონდა რაღაცა სივრცე, სადაც მოვათავსებთ ამ ასე ვთქვათ ნივთებს და ამ ასე ვთქვათ ნივთში, ამ ასე ვთქვათ სივრცეში იქნებოდა ჩემი ასე ვთქვათ ხელსაწყოები, ხო? რომელიც სკოლაში დამჭირდებოდა. პასტები და მოკლედ ასე შემდეგ, საშლელები და ასე შემდეგ, ხო? აქედან გამომდინარე, მოდი წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა. ხმა გაისმა, რამე კითხვა ხო არ არის? აი ამას მაინც გადავწევ ამაზე. ხმა ვარში გოწყოს. ხო. აქედან გამომდინარე, ესე იგი, თვით როგორც პრაქტიკულად გვაქვს ჩვენ ხელსაწყო, სადაც ბევრი ერთ და იგივე ნივთის შენახვა შეგვიძლია, აქაც პროგრამირებაშიც უნდა იყოს აუცილებლად რაღაცა კონკრეტული ხელსაწყო, სივრცე, სადაც შემიძლია მოვათავსო რამდენიმე მონაცემი. აი, ჩვენ როცა გვინდა რომ შევინახოთ მონაცემები. სიტყვაზე 5-იანი, 6-იანი, 9-იანი რაღაცა რიცხვები მინდა რომ შევინახო. მე რისი გაკეთება მიწევს? მე მიწევს რომ შევქმნე ერთი ცვლადი, რომელიც იყოს დავუშვათ ის 5-იანი, მე მეორე ინფორმაციის შენახვას მე ამ ცვლადში ხო ვერ მოვახერხებ, შეუძლებელია ფიზიკურად. ამიტომაც მიწევს რომ ნუ ცვლადი შევქმნა, ხო? num2, რომელიც უდრის 6. int num რაღაცა 3 უდრის 12 და ასე შემდეგ. ანუ რამდენიმე ცვლადის შექმნა მჭირდება იმისთვის რომ ეს ინფორმაციები მქონდეს შენახული. ნუ კი, მაგრამ რამდენი ცვლადი უნდა შევქმნა ახლა? ანუ იქნება მინდა რომ ეს რიცხვები ერთად მქონდეს თავმოყრილი და რაღაცნაირად ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდეთ ამ რიცხვებს. და აქედან გამომდინარე ეს პრობლემა უნდა გადაეწყვიტათ და შეიქმნა ესეთი ცნება მასივი. ანუ წარმოვიდგინოთ რაღაცა ყუთი, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია მოვათავსოთ ის კონკრეტული ინფორმაციები. როგორ ხდება ახლა ეს? პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიმახსოვრთ ესეთი რაღაცა მასივებზე. რომ მასივი წარმოვიდგინოთ როგორც ყუთი. მასივში უნდა თავსდებოდეს მხოლოდ ერთნაირი ტიპის მონაცემები. ანუ მე ამ ყუთში ანუ ცალკე რიცხვ ტიპის და ცალკე string ტიპის ასე ვთქვათ მონაცემების შენახვა არ შემიძლია. მე ან ყველა string ტიპის მონაცემები უნდა შევინახო, ან ყველა რიცხვითი, ან ყველა bool ტიპის და ასე შემდეგ. ანუ აქ კაცრად არის გაწერილი, რომ თუ კი მე რაღაცა ყუთის შექმნა მსურს, ნუ C# ეგეთი ენაა, ტიპიზირებული, კაცრად ტიპიზირებული ენაა და ამ მასივსაც უნდა ვუთხრათ, თუ რა ტიპის მონაცემები ჩაიყრება ამ ჩემ ყუთში. როგორც ყუთს თუ წარმოვიდგინეთ. აქედან გამომდინარე, ყველგან როცა მასივი იქნება, მას აუცილებლად, ასე ვთქვათ, ენიჭება ტიპი. როგორ იქნება? პირველ რიგში, როცა მე ვფიქრობ რა მონაცემები ჩავყარო, ნუ ჯერ ფიქრი არის, რომ რავი, რა ტიპის მონაცემებია ეს. დავუშვათ რიცხვები მინდა რომ ჩავწერო, ხო? მაშინ ვწერ ints და ვაკეთებ ესეთ კვადრატულ ფრჩხილებს. და ეს კვადრატული ფრჩხილები მანიშნებელია ამ შემთხვევაში მასივის. ანუ მასივთან მაქვს ახლა საქმე. იმ ტიპის მასივი გვაქვს. ამის მერე სახელს ჩვენ ვარქმევთ, აი ცვლადის სახელია, ხო? ცვლადს ჩვენ რასაც გვინდა იმას დავარქმევთ. დავუშვათ array 1. array ქვია ინგლისურად და
მაგიტომაც ესე დავარქმევ ხოლმე. ან AR-ს დავწერ ხოლმე მარტო. ну, როგორც გაგიხარდებათ, რა თქმა უნდა, ეს თქვენი გასაწყვეტია, უბრალოდ მე უფრო მეტად ვცდილობ, რომ ინტუიტურად და უფრო შინაარსობრივად დავწეროთ სვადები. უდრის და როგორ იქნება ეხა ასე ვთქვათ, მასივი. მასივის შექმნის რამდენიმე გზა არსებობს. პირველი გზა არის ესეთი რაღაცა. int ტიპის მასივია, array1 უდრის new keywords ვიყენებ, new int და კვადრატული ფრჩხილები. აი ეს. ეს რას ნიშნავს? ესე იგი, შეიქმნება მასივი, რომელიც მზად იქნება, რომ ეს ჩემი რიცხვები ჩაყაროს, შეინახოს. რამდენიმე რიცხვი, გინდა 1, გინდა 2, გინდა 3, გინდა 4, რამდენიც გამიხარდება. თუმცა, მასივს აქვს ცოტა უცნაური წესი. წესი მდგომარეობს იმაში, რომ მე შექმნის მომენტში უნდა ვუთხრა რამხელა იქნება ამ მასივის სიგრძე. ანუ მარტივად რო ვთქვათ, რამდენი ელემენტი უნდა ჩავყარო. რამდენი უნდა იყოს ეგ მაქსიმუმ. ცოტა სიმართლე რო გითხრათ, მე არ მომწონს ეგ წესი, რაც მასივს გააჩნია და მაგიტომაც ჩვენ ვისწავლით სხვა, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ყუთების სახეობებს, რომელიც მასივზე უკეთესია, თუმცა მასივსაც თავისი ისა გააჩნია. და ესე მასივს ვერ გადავდებთ გვერდზე. ამიტომაც, ну, რას ვიზავთ? პირველ ჯერზე, როცა მასივს ვქმნით, უნდა ვუთხრათ, რამხელა უნდა იყოს მასივის სიგრძე. ანუ, რამდენი ელემენტი უნდა ჩაიყაროს. მაგალითად, თუ ვეტყვი 5, ეს ნიშნავს იმას, რომ მასივის სიგრძე იქნება 5. ანუ, ასე ვთქვათ, მასივის ასე ვთქვათ, ну, მასივში ჩაიყრება 5 ელემენტი. და რა ტიპის უნდა იყოს ეგ ელემენტები? უნდა იყოს აუცილებლად int ტიპის. ეხლა, როგორ ხდება ჩაყრა? როგორც strings, აი, ჩვენ რო გქონდა რაღაცა string-ი, ხო? რაღაცა ტექსტი რომ გქონდა algo-ი. ჩვენ ხო ვახსენეთ ის ფაქტი, რომ როგორ შეიძლებოდა კონკრეტულ ასოზე მეწვდომა მქონოდა, კონკრეტულ სიმბოლოზე. და ჩვენ ინდექსის თემა წამოვჭერით. და ვთქვით, რომ თუ სურდა რაღაცა კონკრეტული ასოს პოვნა, მაშინ ვწერდი text, მერე კვადრატულ ფრჩხილებს და აქ ვწერდი კონკრეტულ ინდექსს. 0 იქნებოდა ეს 1, 2 თუ ასე შემდეგ. ჩვენ ვთქვით, რომ პირველი ასო არის პირველი სიმბოლო a არის, ესე იგი მენოლე ინდექსიდან არის, 10-ლა 0-დან იწყებოდა, ან s არის პირველი, ну მერე l იქნებოდა ერთ ინდექსი, ანუ მეორე და i იქნებოდა ინდექსად ტექსტის length-1. ეს ჩვენ გავიარეთ წინას. ზუსტად იგივე, ანუ აქაც ზუსტად იგივე თემა არის, ანუ მასივი გვაქვს 5 ელემენტი და ამ თითოეულ ელემენტს გააჩნია თავისი ინდექსები, ხო? 0, 1, 2, 3 და 4. რადგან 5 ელემენტია, პირველ ელემენტს აქვს მენოლე ინდექსი, მეორეს აქვს პირველ ინდექსი და ასე შემდეგ. 0, 1, 2, 3, 4. ეხლა ნახეთ, როცა მასივი იქმნება, აი ჩვენ ხო შევქმნით ეხლა მასივი. არის 5 და რომელშიც თქვი, რომ 5 ელემენტი უნდა იყოს აქ. კი, მაგრამ ხა თქვენი ფიქრებთ, რომ რავი, მასივი რანაირად შექმნით, ანუ 5 შეიქმნა, მაგრამ ამ 5-ში ელემენტები დევს ხა? მე ხო არაფერი არ ვითქვამს, რომ დავუშვათ 9, 12, 22, ესეთი რიცხვები იყოს ამ 5-ში თქო. საერთოდ არაფერი არ მithქვამს. უბრალოდ თქვი, რომ 5 არსებობს. როცა მე 5 შევქმენი, ამ დროს უკვე დეფაულტად პროგრამამ შექმნა ეს მასივი და ეხა ყველა 5-ვე ელემენტი ეხა აქ არის ნულიანი. დეფაულტად, როცა მასივი იქმნება, მასივის ყველა ელემენტი არის 0-ის ტოლი. რომ გავტესტოთ, მაგისთვის მოდით დავპრინტოთ array1 ინდექსად 0. array1 ინდექსად 0-ს რო წერ, ესე იგი ამ მასივის მენოლე ინდექსი, ანუ პირველი ელემენტი. და გავუშვათ. აჰა, ნულიანი. მე ჩავწერე ეს ნულიანი, ან შევიყვანა არა.
ჩვეულებრივად დეფაულტად ყველასი, აი ეხა ბოლოს იმას ამოვქნი, მეოთხე ინდექსი ხო არის მეხუთე ელემენტი. აი, აქაც ნულია. ყველა არის 0. და მარტივად თუ საერთოდ ყველას ის მინდა, ბარემ დავუვი for loop-ით. For loop-ითაც შემიძლია დავლა. როგორც string-ზე არის, ისევე აქაც შემიძლია რომ მასივზე შემიძლია რომ loop-ით დავარო. i-უდრის 0-ს, ინაკლებია მასივის სიგრძეზე i plus პლუსი და აქ დავპრინტოთ array 1 ინდექსად i. აი 0 0 0 0 0. ხო? ანუ ჩვეულებრივად ყველა ამოვგდა 0. ასე რომ მე თუ ჩემი რიცხვების შეყვანა მინდა, მე უნდა გადავწერო ეს. ანუ ნულები რომ მქონდა, ეს ნულები აღარ უნდა მქონდეს. ჩემი რიცხვები უნდა იყოს, ხო იქ? აქედან გამომდინარე, აი ეს რომ არის, ეს მასივი რომ შევქმნი, მე უნდა შევავსო უკვე. და ვთქვათ რომ array 1 ინდექსად 0 უდრიდეს 5 მაგალითად, array 1 ინდექსად 1 უდრიდეს 9 მაგალითად, array 1, რა ვიცი, 20, array ცოტა array 1 ინდექსად 3 უდრიდეს 12 და ბოლო ელემენტი დავწეროთ ახლა, ბოლო ასე ვთქვათ ინდექსი. ეს არის, რავი, 49 სიტუაცია. ეხლა მე შევავსე ეს მასივი. მე ვთქვი რომ აგერ 5 შევქმნი, რომელშიც პროგრამამ დეფაულტად 0-იანები ჩამიყარა ყველა და მე ეხლა იმ 0-იანები, იმ 0-იანების ადგილას ეს 5, 9 და ეს ყველაფერი ჩავწერე. 5 პირველი რიცხვი 5-იანი იქნება, მე 9-იანი, 20, 12, 59 და ასე შემდეგ. ეხლა მე რომ დავწუნდე რომ სწორად შევავსე, მოდი იგივე for loops გამოვიყენებ ეხლა. აქაც. და აგერ 5, 9, 20, 12, 59. ანუ მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ეს ჩემი მასივი არის რაღაცა სივრცე, სადაც მე შემიძლია რამდენიმე მონაცემი შევინახო ერთად. აქამდე მე მიწერდა რომ ცალკე int ტიპის სვადი უნდა შემექმნა და დამეწერა მეორე, უნდა დამეწერა მესამეც და ესე გავწვალდებოდი. და ეს მასივი საშუალებას მაძლევს რომ რამდენიმე რიცხვი, რამდენიც გამიხარდება, იმდენი ერთ ყუთში, ანუ ერთ მასივში გავაერთიანო. თუმცა აუცილებლად ის არ უნდა დაგოვიზდეს რომ აი აქ უნდა მივუთითოთ რამხელა უნდა იყოს სიგრძე მაგის. ეხლა მე რომ მივუთითი აქ 5-იანი, ესე იგი 5 უნდა ჩაეტიოს აქ, ესე იგი 5-ში, ესე იგი 5 რიცხვის საშუალება მაქვს რომ შევავსო, ხო? მაგრამ მე-6-ს ვერ შევავსებ ახლა. მაგალითად მე რომ ახლა აქ დავწერო array 1 ინდექსად 5-იანი, აი ახ ესეთ რამე რომ დავწერო. array 1 ინდექსად 5. ეხლა error-ს ხო არ მიწერს. ანუ პროგრამა მეუნება რომ error-ი არ გაქვს. მაგრამ რო დავუკვირდეთ, ხო წერია array 1 ინდექსად 5 უდრის 40. ინდექსად 5 ხო მე-6 ელემენტია. და მე-6 ელემენტი ხო არ გვაქვს საერთოდ. მე-6 ელემენტი ფიზიკურად არ არსებობს, იმიტომ რომ მე მასივი შევქმნი და ვთქვი რომ მაქსიმუმ 5 იყოს თქო. ასე რომ ეხლა ჩვენ გავუშვათ. ამოვარდება system.indexOutOfRange-exception. და ეს error-ი indexOutOfRange-exception ჩვენ წინა ლექციებშიც განვიხილეთ. ჩვენ განვიხილეთ მაგ დროს ის მომენტი რომ მანდ იყო საუბარი როცა ვუვლდი strings for loop-ით. და აქ ინდექსად i0 ვამბობდი. აი ინდექსად i თუ არის ისეთი ინდექსი, რომელიც საერთოდ არ არსებობს კონკრეტულად მაგ მონაცემზე. მაშინ რა თქმა უნდა გეტყვის რომ ეგეთი ინდექსი არ არსებობს და გასცდაო, ანუ index out of range exception-ი index-ოს outside the bounds of the array, ხო? ანუ ეგეთი ინდექსი ჩვენ ფიზიკურად ვერ იმას ვიზავთ. ვერ ვიპოვით. ამიტომაც ამაზეც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის რაოდენობა უნდა ჩავწეროთ, რაც რამდენიც გვინდა რომ შევავსოთ და ამავდროულად,
უნდა დავიმახსოვროთ ის ფაქტი, რომ ასვლა 0-დან იწყება და ბოლო ელემენტი არის ამ შემთხვევაში 5-1, ანუ 4, მეოთხე ინდექსი და ეს გავიწყოთ ისინოთ. აბა ჯერჯერობით თუ არის რამე კითხვა. აბა შემოვიხედოთ. ცოტა. ხმას შევსვიდო. ლაშა, როცა არ ვიცით რამდენი გჭირდება, მაგ შემთხვევაში რა ვშევით? მე ჩასწორება შეგვიძლია ალბათ, ხო? ლიზა როგორ ვერ გავიგე ხელახლა მითხრა? როცა არ ვიცით რამდენჯერ გვინდა რომ გამოვიდეს ეგ ინდექსი, ხა ვიცით რომ 5-ია, მაგრამ თუ სხვა ციფრი გვინდა რომ წავსვათ და არ ვიცით, მე ჩავასწორებთ ალბათ თუ რას ვიზამთ. ნახე, აი გაკ მინუს მასივს. ან მასივს ის მინუსი გააჩნია, რომ ასე ვთქვათ, მე თუ მერე მომინდა დამატება, ან დავუშვათ დასაწყისში მე ესე იგი 5 ელემენტისგან ანუ რაღაცნაირად ჩემ თავში მოვრიგდი რომ მოდი 5 ელემენტი იყოს თქო და უცბად მე-6-ე მომინდა. ანუ ესე ვეღარ შეიცვლება ავტომატურად მასივის სიგრძე. ანუ ერთხელ თუ შეიქმნა და არის 5, ვსო, იქნება 5. აქედან გამომდინარე, ეს მასივს აქვს ეს მინუსი, fix size-ი აქვს. და აქედან გამომდინარე, იმხელა არის რამხელა ჩვენ მივუთითეთ და სიგრძე ვერ შეიცვლება. ამიტომაც თუ კი ისეთი მომენტი იქნება, როცა მე მიწევს რომ დავამატო ელემენტი მასივი, ზოგადად სადღაც ყუთში და ის ყუთის სიგრძე ავტომატურად შეიცვალოს, მაშინ მასივი მაგ შემთხვევაში არ გამომადგება. მაშინ თუ მაშინ წვალება მოგვიწევს რაღაც კუთხით რომ ახალი მასივი უნდა შექმნა და იმ მასივში ჩაწერო ეს ელემენტები და ამავდროულად იმ მასივს ერთით მეტი სიგრძე გქონდეს, მაგრამ დიდი წვალება გამოდის. და აქედან გამომდინარე, მე ჩვენ გავივით სხვა, ასე ვთქვათ, იმას ხელსაწყოს ლისტი ქვია, რომელიც საშუალებას მაძლევს, რომ რამდენიც მინდა იმდენის იმას ვიზავ დასაწყისში. და ყოველ ჯერზე როცა ვამატებ, მისი სიგრძეც იზრდება და ის უფრო მეტად კომფორტულია რა. თუმცა აი მასივი წარმოვიდგინოთ ეგეთ რაღაცა, რომ დასაწყისში ვუთითებ და ვსო, მეც აღარ ცდება. დასაწყისში ჯობია რომ ამ მასივზე ვიმუშაოთ ხოლმე. და მარტივად ცოტა ის რომ მომავლისკენაც რო ვისაუბროთ, ლისტს როცა ვისწავლით, მე დამერწმუნებით რომ ჩვენ მასივს აღარ გამოვიყენებთ. ანუ ძალიან იშვიათად გამოვიყენებთ და სულ ლისტზე ვიმუშაობთ. იმიტომ რომ უფრო კომფორტულია. კარგი, გასაგებია. ოკეი. გე გამოიცადე, მუსიკიო. მაინც ვერ გამოვიდა სხვადის, მაგრამ მასივის ინდექს გავუტოლეთ. ხო, ამ შემთხვევაში გავუტოლეთ. ეს არის პირველი ვარიანტი მასივის შექმნის, ხა გადავალ სხვა ვარიანტებსაც. ეს არის პირველი გზა მასივის შექმნის. ჯერ ვქნი ყუთს, ვამბობ რომ ხელა უნდა იყოს სიგრძე და მე ასე ვთქვათ, აი ესე ასე ვთქვათ ვუტოლებ, ხო? ეხლა მეორე გზა. ეს არის პირველი. ეს პირველი. ეხლა მეორე გზა როგორია? მეორე გზა არის ესეთი. იქნება, ну, სიტყვაზე ავიღოთ int ტიპის რა, ანუ მე რო int ტიპს ვწერ, არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც რაღაცა მარტო int-ს, მარტო რიცხვების ჩაწერა შემიძლია რაღაც. არა, გინდა string ტიპს დაწერთ, გინდა სხვა რამეს. უბრალოდ უნდა ჩავწეროთ მე იქ იმ ტიპის მონაცემები, რა თქმა უნდა. დავარქვათ მოდი array უდრის და ნახეთ როგორ რამე შემიძლია დავწერო. ესე იგი new int მე აქ მივუთითო სიგრძე სიტყვაზე 6 სიგრძე იყოს. და აი აქ პირდაპირ ფიგურული ფრჩხილები და აქ დავიწყო კოდის წერა. 1 2 3 4 5 6. სულ 6 არის. აი ეს პირდაპირ new int
6, ანუ წერ ამ ხელა უნდა იყოს სიგრძე და მე ვუთითებ 6-ალ, რა თქმა უნდა, რიცხვს. რა რიცხვები იქნება მნიშვნელობა არა, გინდა აქ 20 იყოს, მე აქ 11, აქ რაღაც არ აქვს მნიშვნელობა, რა რიცხვები იქნება. თავი რომ ჯამში იყოს 6. მე ხა აქ ესეთი ამი დავწერო. მიგდებს errors. იმიტომ რომ მე მაქვს 6, მე ვუთხარი რომ 6 უნდა იყოს, 6 სიგრძისგან უნდა შედგებოდეს, ანუ 6 სიგრძე უნდა იყოს 6, ანუ 6 რიცხვისგან უნდა შედგებოდეს მასივი და მე 5 ცალი მწერია. ამიტომაც თუ კი ესე ვქნი მასივს new int მე ვწერ სიგრძეს და მე აქ პირდაპირ ვამბობ რა ელემენტები უნდა იყოს, მაშინ აქ იმდენი ელემენტი უნდა დავწერო, რამდენიც აქ მაქვს მითითებული. ანუ ეგრე არ არის რომ სიტყვაზე 9 არ დავწერო და ეს რო 5 არის, მე 6-ს ავტომატურად 0-ს ჩათვლის. არა, ეგრე არ არის. რამდენიც არის, იმდენი უნდა დავწერო. ეს არის მეორე გზა. ნუ რა თქმა უნდა, მე ცვლილება როგორც გაგიხადებათ, ისე შეგიძლიათ. მაგალითად, ეხა აქ მასივი რო შეიქმნა, დავუშვათ 3-იანი ხო არის და აი ამ 3-яნის შეცნობს სურს, ხომ? და გახდეს მაგალითად 30. ამ შემთხვევაში მე რა თქმა უნდა array-ის ინდექსად წერ, მე ინდექსს ეს მე 3-იანი მე რამდენი ინდექსით არის, ხო? 0, 1, 2. ანუ წერ array ინდექსად 2-იანი უდრის და სიტყვაზე 30. და მე ცვლილებას გავაკეთებ, ხო? ანუ ცვლილება მე ნებისმიერ დროს შემიძლია კონკრეტული ინდექსთან. მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ეს გზა ამ გზისგან განსხვავდება, რომ პირდაპირ ვუთითებ იმ რიცხვებს მასივში, ნუ უბრალოდ ყველა, ანუ სიგრძე უნდა დაემთხოს. აი ეს და ამათი რაოდენობა ერთმანეთს უნდა დაემთხოს. ეს არის მეორე გზა. მესამე არის აი ძალიან მარტივი რა. მესამე არის უბრალოდ ცოტა. მესამე გზა არის უბრალოდ ამას არ ვწერ და პირდაპირ ეს ვწერ. და პროგრამა თვითონ ხვდება რამ ხელა უნდა იყოს სიგრძე. ანუ ეხლა ამ შემთხვევაში მე თუ ეს მიწერია, მაშინ array-ის სიგრძე არის 5. 1 2 3 4 5. ვსო. ანუ ეს მესამე გზით მასივი როცა იქმნება, რამდენი ელემენტიც არის, ავტომატურად ის ხვდება რამ ხელა უნდა იყოს სიგრძე და ვსო. დასაწყისში უკვე იცის array-ის სიგრძე რამ ხელა. და ახლა შეგვიძლია დავწეროთ array.length-ი და ჩვენ გავიგებთ array-ის სიგრძეს. აი, 5. მაგრამ ეხლა მე რომ დავწერო რომ მოიცადე? აქ რო დავწერო ხა array ინდექსად მე-6 სიტყვაზე უდრიდეს 10 თქო. ეს უკვე პრობლემა იქნება. იმიტომ რომ მე ანუ უკვე რო წაიკითხა ეს მასივის სიგრძე არის 5-იო, ესე იგი წარმოიდგინეთ რომ აქ წერია ესეთი რამე, new int და აქ 5-იანი. წარმოიდგინეთ რომ ეგეთი რამე წერია. უბრალოდ ამის დაწერა უკვე აღარ არის აუცილებელი, თავისით ხდება უკვე. რამ ხელა უნდა იყოს სიგრძე. ესეც რა თქმა უნდა error-ზე გავა. იმიტომ რომ ჯამში თუ კი 5 ელემენტია და მე აქ მე-7-ს დაწერა მინდა რომ 10 გახდეს, რანაირად ხო? და აქაც index out of range exception იქნება. აი ეს. ამიტომაც აი როგორც თქვენ გაგიხარდებათ, რომელიცაც უკეთესი იქნება თქვენთვის, ის გამოიყენეთ. გინ პირველი, გინ მეორე, გინ მესამე. ნუ მესამე უფრო ისე ჩანს რაღაცნაირად უფრო კარგად. და მეც მესამეს ვიყენებ ხოლმე. ხშირად. ან მეორეს, რა ვიცი. დიდად განსხვავება არ არის. აბა თუ არის რამე კითხვა ამასთან დაკავშირებით. აბა შემოვხილო. აქ ვნახოთ. ოკეი, კაი. აქ არაფერი არ არის. მაშინ გავახსოვთ. ესე იგი ნუ ეხა ჩვენ მასივზე რო ვისაუბრეთ, ნუ ზოგადად int ტიპის რიცხვები მიმოვიხილეთ და რა ვიცი, სხვა ტიპებმა რა დააშავეს. მოდი შევქმნათ string ტიპის მასივი. დავწეროთ string ტიპი. აი ესე.
ტექსტს უდრის და პირდაპირ დავწეროთ ესეთი რამე. ტექსტ 1, ტექსტ 2, ტექსტ 3 და ასე შემდეგ რა. არ აქვს მნიშვნელობა. ნუ ამ შემთხვევაში ამის სიგრძე რა თქმა უნდა არის 3, ხო? რა მოხდება თუ კი სხვა ტიპი იქნება აქ? დავუშვათ 8. რა თქმა უნდა გადის errors. რაც წერო თქვი და რაც ნიშნავდა იმას, რომ C# მკაცრად ტიპიზირებული ენაა და ყველგან ტიპიზაცია მოქმედებს. აქაც როცა მასივი იქმნება, მე აქ ვამბობ რა ტიპის უნდა იყოს, ანუ ამ შემთხვევაში string ტიპის და ესე იგი ყველა ინფორმაცია რაც არის, ყველა უნდა იყოს string ტიპის. ამიტომაც ეს რუიანე ფიზიკურად ვერ ჩაჯდება. ჩაჯდება თუ არა char ტიპი. რა თქმა უნდა, char ტიპიც ვერ ჩაჯდება. ეს ყველა ტიპზე მოქმედებს. ნებისმიერს. და ნუ როგორც ინდექსაცია მოქმედებს, როგორც ტექსტებზე. ანუ რიცხვებზე როგორც იყო, უბრალოდ როგორც ტექსტებზე იყო აქ for loop-ით რო ვუვლიდი და ან თუნდაც text index-ად 0-ს რო წავწერდი პირველ 100-ზე როცა მქონდა წვდომა ბოლოს თუ მინდოდა რაღაცა მაშინ text-ის length-1 index ვიყენებდი, ხო? აქაც ზუსტად იგივეა. ინდექსაცია მოქმედებს, ასე ვთქვათ, ზუსტად ეგრე. და აქ მე შემიძლია ნებისმიერ რამე გავაკეთო მასივზე. ოღონდ თან მასივსაც მეთოდები აქვს და ძალიან საინტერესო მეთოდები აქვს და ძალიან გვეხმარება ბევრ რამეში. მაგალითად, ერთი რამე, ნუ თლად მეთოდს ვერ დავარქვი, მაგრამ ხელსაწყო length-ი, რომელიც სიგრძეს გულისხმობს, ჩვენ დავინახეთ, რომ როგორც ტექსტს აქვს, ასევე მასივსაც გააჩნია თურმე. აი მაგალითად ტექსტს რო დავწერო და წერტილს დავაჭირო, ძალიან ბევრ მეთოდს დავინახავ. ძალიან ბევრს. ზოგი საერთოდ მასივს არ ეხება, მაგრამ მაინც აქვს ამ მასივს გააჩნია. ოღონდ მასივის გარდა სხვა მიემებსაც გააჩნია, თქვია. ხელსაწყო სივრცეებს რა, ნუ ჩვენ ლისტი გითხარით და კიდე სხვა ისინიც არსებობს dictionary და ბევრი რაღაცებია რა. არ ამინდა წინ გავასრო. ასე რომ ეს ბევრი მეთოდი რო არის, ანუ მარტო მასივს არ აქვს ეს მეთოდები რა. სხვებსაც გააჩნია. და აი length გააჩნია მას, ხო? და ნუ ჩვენ დავინახავდით რა ხელ არის სიგრძე. აი, და ეს მასივის, ანუ რატომ ჩნდება ამ მასივის საჭიროება და როგორ არის დაკავშირებული ეს მასივი ზოგჯერ სხვა ტიპის მონაცემთან რა? აი მაგალითად, ძალიან საინტერესო მაგალითი არის ესეთი, როცა მაქვს რაღაცა ტექსტი. string text უდრის hello world. და ამ ტექსტს string ტიპის გაჩნია ძალიან ბევრი მეთოდი და ერთ-ერთი მეთოდი არის ესეთი split-ი. ეს split-ი სხვა პროგრამების ენებშიც არის, ნიშნავს დახლიჩვას. ანუ როცა მინდა რომ მე ტექსტი დავყო რაღაცა კონკრეტულ ნაწილებად, რამდენიმე ნაწილად. და როცა მე დახლიჩვა დაყოფ ამ სურს, ანუ უნდა ვუთხრა აუცილებლად რის მიხედვით დაიხლიჩოს და კითხვა ჩნდება ესეთი, რომ როცა ეს ტექსტი დაიხლიჩება, ანუ გაიყოფა, ესე იგი ერთი თლიანობა გაიყოფა რამდენიმე ნაწილად. ეს ყველა ნაწილი ხო string ტიპის იქნება და როცა ერთი string ტიპის ტექსტი, ასე ვთქვათ, გაიყოფა რამდენიმე ნაწილად, რაღაცა სივრცეში უნდა მოთავსდეს ეს რამდენიმე გაყოფილი ტექსტი, ხო? და თუ ტექსტს მე გავყოფ, ესე გავხლიჩავ, მე მივიღებ string ტიპის მასივს. და ეხლა ეგ გავარჩიოთ როგორ ხდება მათ. ესე იგი, როცა დავწეროთ text წერტილი split-ი, ესეთი მეთოდია. და აი ამ split-ს მე უნდა ვუთხრა რის მიხედვით დაიხლიჩოს. ეხლა ნახეთ, მე თუ აი ესე ვიტყვი. აი
მარტო ასე ვთქვათ წყალს გამოვიყენებ. მაშინ ეს დაიყოფა ასოების მიხედვით. H-E-A-L-L-O მერე სპეისი, ანუ დაიყოფა, ანუ ასოდ, ანუ დაიყოფა და ესეთ სიტუაციას მივიღებ. მოიცადე? ეს რადგან დაიხლიჩება, string ტიპის მასივი უნდა იყოს. ეს იგი string ტიპის მასივი array უდრის და ეხა აქ მასივის შექმნა უკვე აღარ მჭირდება. პირდაპირ text წერტილი split და აი ეს. ეს ჩემი split მეთოდი ხლიჩავს ამ text ასოების მიხედვით, ანუ ეს პირველი ასო იქნება, ეს პირველი ელემენტი იქნება, ეს მეორე ელემენტი იქნება, მესამე, მეოთხე, მეხუთე, ესე დაიხლიჩება, ასე ვთქვათ, ცალ-ცალკე. და მივიღებ მასივს, სადაც ეს დახლეჩილი ელემენტები იქნება. მოდი თან კარგია რომ ეს for loop-ით დავუაროთ და თითოეული მათგანი დავპრინტოთ. int i უდრის 0-ს, ინაკლებია array-ის length-ზე, i++, აი წარმოგიდგენთ რამდენ რამაში ვიყენებ ამ for loop-ს, ხო? array index-ად i. აბა გავუშვათ. მოიცადე, წესით არიგით, მოიცადე, აქ მოგონი ესე უნდა გამეყენებინა, text split, მაშინ chart-ით უნდა მივიღო, ხო? თუ მე კონკრეტულად ასოების მიხედვით ვიღებ, მაშინ მაგრამ ესე არ შვება? chart-ით უნდა წესით უნდა მივიღო. ესე იგი მე მახსოვს რომ თუ კი ესე მოვაკეთებ, ამ შემთხვევაში ეს იყოფა space-ის მიხედვით, ანუ მე თუ აქ ესეთ რამე მიწერია, გამოტოვება დაინახავს აქ გამოტოვება სადაც არის და იმის მიხედვით დაიხლიჩება. მაგალითად აქ hello world რადგანაც არის, მე როცა ვამბობ რომ space-ის მიხედვით დახლიჩეთ ხო, დაინახავს space სადაც არის ადგილი და ეს დაიყოფა ხა ორ ნაწილად. hello და world. მაგალითად ხა მე გავუშვა. აი ნახეთ, hello ცალკე დაპრინტა, world-ი ცალკე დაპრინტა. ამ შემთხვევაში მივიღე რომ დაიხლიჩა ეს ჩემი ტექსტი ორ ნაწილად. ნუ, სიტყვა და სიტყვა რა. ანუ ერთი hello ეს, world-ი ეს. ანუ მაგალითად არის დახლეჩვა მძიმეების მიხედვითაც. რომ გავარკვიო რამდენი სიტყვა არის ხოლმე, ნუ გააჩნია ამოცანას და მის იმას რა, ალგორითმულ დავალებას. მაგრამ ეს split-ი დავიმახსოვროთ რომ არის მეთოდი, რომლითაც ტექსტი string ტიპის იხლიჩება და string ტიპის ცვლადში მე ფიზიკურად ვეღარ შევინახავ მაგ დახლიჩილს, იმიტომ რომ რამდენიმე ინფორმაცია არის, ანუ ერთზე მეტი ინფორმაცია არის აუცილებლად, იმიტომ რომ როცა მე ვხლიჩავ, მივიღებ ერთზე მეტ ინფორმაციას. ამიტომაც მე პირდაპირ ერთ ცვლადში მე ვერ, ანუ ერთ string ტიპის ცვლადში მე ვერ მოვათავსებ, ჭირდება რაღაცა ხელსაწყო, რაღაცა სივრცე, რომელშიც მე ჩავსვავ ერთზე მეტს. და ამისთვის შემიძლია რომ ეს შევინახო მასივში და როცა იქნება ეხა string ტიპის მასივი, სახელად ცვალის სახელია array, ვიღებ ამ მასივს, რაც წეგან ვახსენე, წეგან for loop-ით დავუარე თან და მივიღე hello და world-ი, ანუ ამ მასივის სიგრძე იქნება ეხა 2, ხო? hello და world-ი. და ანუ ესე შეიძლება კომუნიკაცია გქონდეს string ტიპიდან, რაღაცა მოუწოდე ტიპიდან უკვე დიდი მოუწოდე ტიპამდე, როგორც არის მასივი. აბა თუ აი რა მეკითხვა. აბა შემოვიდი აქ. აბა თუ მხარ ჯერჯობით. გიო, შენი ხმა მე არ მისმის? თქვენ გესმით გიოს ხმა? აბა გიო გისმენ? ხო, შენი ხმა არ მისმოდა მე. ხო. ოკეი. მასივში უდიდეს რიცხვს? ხო. როგორ ვიპოვეთ? ოკეი.
კაი კითხვა, მაგამდეც მივალ. აი, გავცემ ახლა მაგას პასუხს იმ მეთოდებით, რასაც ახსნე. ეხლა ესე იგი, ეს სპლიტი როგორი რამეა, იცით? ანუ არა მარტო space-ის მიხედვით შემიძლია დავხლიჩო, არამედ შემიძლია კონკრეტული ASO-ს მიხედვითაც დავსპლიტო. მაგალითად, L-ის მიხედვით რო დავსპლიტო ახლა, L. მივიღებ რამდენიმე სიტყვას ახლა. აბა გავუშვათ ნახოთ. ანუ ეს არის პირველი. მერე L-ი რო დაიხლიჩა, იქ ცარიელი მივიღე. მერე იქნება O-war, აი ეს და მერე L-იც რო დაიხლიჩა კიდე, მერე მივიღე D. ანუ წარმოვიდგინეთ რამ ხელაზე დაიხლიჩა ეს ჩემი ტექსტი. რამდენიმე ნაწილად. ასე რომ ამით ახლა ესე დახლჩვა მე პრაქტიკაში არ გამიკეთები, იმიტომ რომ არც ასეულს ესე დახლჩვა. არაფერში გამოგვიდგება ეგეთ რამე, მაგრამ დასპლიტვა, split მეთოდი აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. და ასე ვთქვათ, ბევრ რამეში გვადგება რა. მე მახსოვდა რომ ASO შემეძლო რომ პირდაპირ ესეც დამეწერა. ესე. და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ASO-ს მიხედვით იჭრებოდა, იხლიჩებოდა. მაგრამ რატომღაც არ გახლიჩა და. ეხლა აქ რო ესე დავწერო. Hello world, ესე დაიხლიჩა. ხო. და ესე რო დავწერო, ესე არ ხლიჩავს რატომღაც. ხო. ხო, ესე კი ზუსტად აღარ მახსოვს ეგრე როგორ იყო რომ თითოეულად ესე იხლიჩებოდა. თროა მე დავსერჩავდა მაგასაც გეტყვით როგორ არის. ეხლა გიორგის ძალიან კაი კითხვა ქონდა. როგორ უნდა ვიპოვოთ მასივის უდიდესი რიცხვი? ნუ პირველ რიგში ეხლა რიცხვების მასივი უნდა მქონდეს, ხო? ცოტა ხანი დავაკომენტაროთ ეს და გქონდეს რიცხვების მასივი. 1 4 2 9 6. აი ესეთი მასივი გქონდეს. როდესაც მე უნდა ვიპოვო მასივის უდიდესი რიცხვი, როგორ ვაკეთებ რა ამას? მასივს აქვს ესეთი ძალიან კარგი მეთოდი. ეს არის სორტი. დასორტვა. ესე იგი დალაგება ზრდადობით. ანუ რას ვგულისხმობ? როდესაც არის ესეთი მასივი, მე შემიძლია რომ ეს ასე ვთქვათ მასივი დავალაგო ზრდადობით და მე ვიპოვო ყველაზე დიდი რიცხვი. მაგალითად, ნუ არსებობს ესეთი მეთოდი, ესეთი იწერება array წერტილი sort ჩხილს ხსნი, ჩხილს ვხურავ და აი აქ ვწერ იმ მასივის დასახელებას. array. ეს ჩემი sort მეთოდი. ეს სიტყვა array ნიშნავს რომ ზოგადი array-ის, ზოგადი მასივის მცნებიდან ამას გააჩნია sort მეთოდი, რომელიც მუშაობს ნებისმიერ მასივზე და ალაგებს, ასე ვთქვათ, ზრდადობის მიხედვით. ეხლა ეს რო ასე ვთქვათ აკეთებს ზრდადობით, ნუ როგორ რიცხვს მივიღებ, ხო? მივიღებ 1 2 4 6 9, ხო? და თუ კი ეგეთ რამეს მივიღებ, რომ მასივში არის 1 2 4 6 9, ყველაზე დიდი რიცხვი სად აღმოჩნდება? ყველაზე დიდი რიცხვი აღმოჩნდება ბოლოში, ხო? აი აქ, ბოლოში. ანუ მისი ეგ მაგის ინდექსი რა იქნება? მაგის ინდექსი იქნება array ინდექსად arrays lex-1. ანუ თუ კი ეს დალაგდა ზრდადობით, ესე იგი მივიღეთ რომ აქ არის 1 2 4 6 და 9 და მისი ბოლო ელემენტი არის ხო შემთხვევაში? ყველაზე დიდი რიცხვი. ანუ 9. ანუ ამის ინდექსს გავიგებ. ამის ინდექსი არის, ნუ რამდენიც არის 1 2 3 4 5 თუ არის, ესე იგი მე-4 ინდექსი გამოდის.
ან პირდაპირ array ინდექსად array-ის length -1 და გავიგებდი მასივის უდიდეს რიცხვს. გასაგებია ეს? ამბა შემოვიხედო. ოკეი. ზოდე. და ელემენტის დამატება. ოკეი. ნახე, თვითონ მასივში ელემენტს ესე ვერ დაამატებ. იმიტომ რომ როცა მასივს ქმნი, უკვე დეფაულტად ელემენტები ემატება. მაგალითად, როცა ვამბობ, რომ იქნება მასივის სიგრძით, აი სიტყვაზე აი ეს მასივია, ხო? მასივი მაქვს, ეს მასივი მაქვს 1 4 2 9 6. პროგრამამ უკვე დაინგარიშა, რომ ამის სიგრძე არის 5-ო და ვსო. მე მე-6 ელემენტს მასივში ვეღარ დავამატებ. ხვდებით? ანუ ფიზიკურად ვერ დავამატებ მე-6 ელემენტს. ამ მასივზე. თუ დამატება მინდა რაღაცნაირად, რომ უფრო რაღაცა გამოვიდეს. მაშინ ახალი მასივის შექმნა დამჭირდება, რომელიც იქნება, აი სიტყვაზე ახალ მასივს შევქმნი, int რაღაცა array 2 დავარქვათ, რომელიც უდრის new int და სიგრძეთ იქნება array-ის, აი ამის სიგრძეს +1. ეხლა ხვდებით რას ვაკეთებ? ანუ იქნება მასივი, რომლის სიგრძე იქნება ძველი მასივის სიგრძეს +1. და ნუ ამაზე მაშინ ამ მასივში ეხლა უნდა გადავიტანოთ ეს ელემენტები. აქ ამ მასივში უნდა გადავიტანოთ აი ეს ელემენტები რაც არის. და მერე უნდა დავამატოთ. ხო და ძალიან დიდი წვალებაა რა. ასე რომ მასივში ეს ელემენტს აი ძალიან ისე დავამატებთ რა. რთულია და ზოგადად მასივი თვითონ ეს როგორც კოლექციის ტიპი არის მოუხერხებელი დამატების მომენტში. და აი ეგ მინუსი აქვს რა. აი მაგიტომაც ვთქვი რომ აი ეს მასივის მერე ჩვენ სხვა იმებს გავივით კოლექციათა ტიპებს და აი მაგის მერე თქვენ მასივზე აღარ იმუშავებთ, ანუ მერწმუნეთ. ანუ რომც გინოდეთ უბრალოდ გენდომებად რომ სხვა გამოიყენოთ და არა მასივი. მაგრამ ეს ნუ ვიცოდეთ, აუცილებელია მასივის ცოდნა. რა ის რაში დაგჭირდეს. ოკეი. კაი, კითხვა ჩდება წეგან მე რო აქ ის გავაკეთე. ზდადობით რო დავალაგე. კლებადობით თუ მინდა. მაშინ თქვენ როგორ გავაკეთე? ნუ კლებადობით ესე C# არ აქვს. ესე რო კლებადობით დავალაგო. მაგრამ ნუ უბრალოდ აქვს უბრალოდ ისეთი ანუ რთული ლოგიკა და არ მინდა რომ ეხლა დავწერო. ბევრი კითხვა დაიბადება. ყველაზე კაი ვარიანტი რომ კლებადობა გამოვცადოთ არის ის რომ უბრალოდ აი ეს ხო არის სორტის მერე ხომ ეს 1 2 4 6 9 მივიღე. ხო და მოდი შევატრიალოთ ეს მასივი რა. ანუ მივიღოთ 9 6 4 2 1. და შეტრიალება მასივის ხდება ესე. array წერტილი reverse მეთოდით. reverse არის შეტრიალება. და ამ მასივს შევატრიალებ და ნუ 9 6 4 2 1 მივიღებ. ანუ ეხა მე array ინდექსად array-ის length -1 რო დავწერო, მე მივიღებ ყველაზე პატარა რიცხვს, ხო? იმიტომ რომ ყველაზე პატარა რიცხვი ეხა ამ შემთხვევაში როგორ აღმოჩნდება 9 6 4 2 4 2 1. ესეთი მასივი გვექნება ეხა array. და პირველი ელემენტი არის დიდი და ბოლო არის ყველაზე მცირე. ანუ ვიღებ ამ შემთხვევაში 1-იანს. ასე რომ ეს reverse-ი მეხმარება რომ შემოვატრიალო. ეს ყველაფერი სორტი. ხო, აბა გისმენ რა კითხვა არის? რა მაინტერესებს, ანუ შემოტრიალების გარეშეც ხო შეგვიძლია რომ გავარკვიოთ ანუ ყველაზე პატარა რომელი არის. length-ი როცა უდრის, ნუ არა, უბრალოდ array არის 0. მაგ შემთხვევაში გავიგებდით ყველაზე დაბალი.
კი, უბრალოდ ანუ მაგ შემთხვევაში კი, ყველაზე პატარა თუ მინდა, მაშინ შეტყილება აღარ მინდა. უბრალოდ თუ მინდა რომ კლებადობით დავალაგო რა მასივი და რაც დადობით. აი მაგ შემთხვევაში ვიყენებ reverse. თორემ მაგ დავალების შესაძლებლად reverse არ დამჭირდებოდა. პირდაპირ დავწერდი ერი ინდექსად 0, სწორად ისახი. უბრალოდ მაინც რო იცოდეთ რა რომ როგორც დადობით დალოგება არსებობს, ასევე კლებადობით დალოგება არსებობს. და ზრდადობის დალოგების დროს ვიყენებ sorts უბრალოდ და კლებადობით თუ მინდა მაშინ შევატრიალებ reverse. ანუ ამ sorts-ს გამოვიყენებ და მე შევატრიალებ. გასაგებია? დიახ, გასაგებია. ესე იგი reverse sorts-ის გარეშე ანუ არ გამოიყენება. გამოიყენება უბრალოდ როგორ იცი? რაც არის მასივი, აი რა როგორც არის, მაგის შეტრიალებას გააკეთებს. მაგალითად მე თუ ამებს არ გამოვიყენებ, აი ამ მასივზე თუ გავაკეთებ ახლა მარტო reverse, 1 4 2 9 6 ხო არის და ამის reverse იქნება 6 9 2 4 1. ეს იქნება მაგის reverse. უბრალოდ კლებადობით რადგან მინდა ზრდადობით დავალაგებ და რაც არის ამის reverse გავაკეთებ და იგივე კლებადობას მივიღებ. ანუ ეს ხრიკია რაღაცნაირად რა. reverse-ის მეთოდის ჩართულობით ვიღებ კლებადობით დალაგებას. თორე ზოგადად reverse-ი არაფერს შუაში არ არის sort დადობასთან და რაღაცასთან. reverse-ი არის ამოტრიალებული. აი ესე 1 4 2 9 6-ის ვაგებ და ამოვატრიალებ ხა და 6 9 2 4 1 იქნება. გასაგებია? დიახ, გასაგებია. ანუ ეს არ ნიშნავს იმას რომ რაღაც რიცხვებს ანუ როგორც არის დალაგებული ამის შეტრიალებას გააკეთებს. და ეს არ ეხება იმებს რა ქვია, ან მარტო რიცხვებს არ ეხება. ნებისმიერ ტიპი, გინდა strict ტიპის მონაცემები იყოს, გინდა ჩარი, გინდა რაღაცა სხვა. ეხლა მოდი გავაგრძელოთ. ვსაუბრობთ. ხო, ესეთი ვისაუბრე. ხო, სორტი მაგალითად ტექსტებს სხვანაირად მოქმედებს. ტექსტებთან მიმართებაში უყურებს ალფაბეტის მიხედვით დალაგებას რა. ანუ მაგალითად თუ კი მე მაქვს string ტიპის მასივი რომელიც არის hello იყოს პირველი მეორე იყოს ესეთი რაღაც მესამე ესეთი რაღაც და კიდე რაღაცა ესეთი რაღაცა რა ამ შემთხვევაში თუ კი მე გამოვიყენებ array წერტილი sort მეთოდს მაშინ ეს დაალაგებს ზრდადობით, ანუ ალფაბეტის მიხედვით. ანუ ალფაბეტით როგორც იქნება. მოდი for loop-ით დავუაროთ. უდრის 0-ს. ესე და დავპრინტოთ array ინდექსად i. ეხლა როგორ დაალაგებს, ნახეთ? ზრდადობით. ნახეთ? აქედან ეს არის პირველი ელემენტი უკვე, მერე ეს და მერე ეს. ანუ უყურებს პირველი ასო რითი იწყება. და მაგის ხვით დაალაგებს. თუ კი განმეორდა, აი ნახეთ? თუ კი მაქვს ეგეც 10 იწყება და მე ესე მაქვს სიტყვაზე. ამ შემთხვევაში ნახეთ? აი რა თქმა უნდა ეს იქნება ანუ დასორტა და პირველი ელემენტი არის abg, მე 10, იმიტომ რომ აი ეს და ეს კი დაემთხვა ერთმანეთს, მაგრამ მე უკვე მეორე ასოზე გადადის და მეორე ასო რადგან b-ა და axi არის, b უპირატესია, ანუ b უფრო პატარა ის არის, ვიდრე c. და ამიტომაც ესე რომ სორტავს ალფაბეტის მიხედვით და განსორტავს, მივიღე რომ ჯერ ეს არის და მე ეს არის. და აქედან გამომდინარე ვიღებ ამ შედეგს რა, დასორტვას. ну reverse თუ გამოვიყენებდი, მაშინ ბექით იქნებოდა. და თუ კი sorts არ გამოვიყენებდი და პირდაპირ reverse მექნებოდა ამაზე, მაშინ მივიღებდი რომ ჯერ იქნებოდა ეს, მერე ეს, მერე ეს, მერე ეს, ანუ ატრიალებს უბრალოდ რა.
აა ხო. ეხლა კიდე რამიდან რო ვისწავლოთ რა მასივებზე. მაგალითად მასივებს ჩვენ ვით for-ობით ხო? ჩვეულებრივად for int უდრის 0-ს ინაკლებია length-ზე i++. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ for each loop-ი. ესეთ რამეს ვწერთ. For each და ეს for each-ი თითქმის იგივეა რაც for loop-ი, უბრალოდ სინტაქსია ცოტა განსხვავებული. ანუ for int უდრის 0-ს ინაკლებია array length და მე თუ i-ზე მაქვს საუბარი, აი i-ზე, და მე is ვიყენებ რომ მასივის კონკრეტული ინდექსი ამოვიღო. ამ შემთხვევაში როგორ რამეა იცით? For each int item in array და console write line I. ამიცა int-ი არა, string. ეს ხო string ტიპის არის. Console write line item. ანუ for each string item in array, ანუ item-ი ამ შემთხვევაში არის არა ინდექსი, არამედ კონკრეტული ის ელემენტი, კონკრეტული ის ინფორმაცია. ანუ ეს item-ი არის როგორც წარმოვიდგინოთ array ინდექსად ნულიანი. ამ შემთხვევაში ეს. ანუ string item in array ესეთი სინტაქსი აქვს, ანუ ამ მასივში არსებული ეს item-ი, console write line item. და ჯერ hello-ს და print-ავს მე ამას, ხო? ნუ თუ კი source არ გამოვიყენებ, რა თქმა უნდა. თუ source გამოვიყენებ, იგივე იქნება, რაც წეგან ვთქვი. აი ეს. იგივე სინტაქსი აქვს, თითქმის როგორც for loops, ოღონდ აი როცა მინდა რომ ესეთი პიტაპით დავპრინტო ეს ინფორმაციები და როგორც ინდექსი არ მაინტერესებს, ანუ ინდექსაცია არ მაინტერესებს, პიტაპი მინდა ამების გამოტანა. მაშინ for each-ის გამოყენება კარგი ვარიანტია. მე ძირითადად მაინც for loops ვიყენებ ხოლმე, არ ვიცი რატომაც უფრო მეტად ჩამჯდარი არის ჩემში. სულ რო ხა ესეთი მარტო ამების გამოტანა მიდოდეს და ის თემა, თვითონ ის თემა არ მჭირდებოდეს, მაშინ მაინც for loops ვიყენებ რა. For each არ ვიყენებ. მაგრამ ეგეც ინდივიდუალურია და ადამიანზე დამოკიდებული. რას გამოიყენებს? უბრალოდ ვიცოდეთ რომ for each-ი არსებობს ესეთი რამე, რომელთაც მე პირდაპირ ცოტა მაქვს ამასთან და არა კონკრეტულ i-სთან რა. ასე რომ როგორც გაგიხარდეთ, ის სინტაქსი შეგიძლიათ გამოიყენოთ. აბა თუ არის რამე კითხვა? Discord-ს გადავხედო. აი. ოკეი. ეხლა მასივს კიდე ბევრი რაღაცები გააჩნია. მაგალითად, array წერტილი clear არის, რომელიც ასუფთავებს ყველაფერს. ანუ ყველგან ნულიანები ჩაჭდება მერე. ანუ მე თუ დავაკლიერებ ამას, ყველგან ნულიანები არა, ანუ ამ შემთხვევაში ესენი ცარიელ სტრინგებად იქნება რა. ამათ default მნიშვნელობები არის ცარიელ string. მაშინ დაკლიარდება. კიდე არის array წერტილი პირდაპირ array აღარ მჭირდება, უკვე პირდაპირ ცვლაზე შემიძლია გავაკეთო. ანუ ზოგი მეთოდი არის, სადაც სიტყვა array მჭირდება, ესეთი array. და ზოგიზე პირდაპირ ცვლაზე შემიძლია მეთოდი გამოვიყენო. აი აქ როგორც მაქვს array წერტილი და მე შემიძლია დავწერო. array-ის გააჩნია კიდე ესეთ რამე index-ოფი არ ქონდა? მაშინ ამას აქვს ესე იგი. array წერტილი index of ესეთი მეთოდია, რომელიც მეხმარება იმაში, რომ გავარკვიო მასივის ანუ კონკრეტულ მასივში კონკრეტული ელემენტის ინდექსი. მაგალითად, ჯერ ვუთითებ რომელ მასივზე მაქვს საუბარი, მაგალითად ამ მასივზე მაქვს საუბარი და მე ვუთითებ კონკრეტულად იმ ინფორმაციას. დავუშვათ აი ეს hello.
ეხლა მე დავადგენ ამ მასივში hello რომელ ინდექსზე იმყოფება. მოდი დავპრინტოთ ეს საერთოდ. პირდაპირ ეს ხომ მიბუნებს index of მიბუნებს რიცხვს. ანუ რომელ ინდექსია 0 ინდექსზე, 1 ინდექსზე, 2 ინდექსზე, 3-ზე თუ ასე შემდეგ, ხო? მოდი ჯერ array sort-ამდე გავაკეთოთ ეგ, სანამ sort-ი მოხდება. უფრო მეტად დრო დავინახოთ რა ზეა საუბარი. ესე იგი, hello რომელ ინდექსზე იმყოფება? აი 0-ზე. რა თქმა უნდა. hello არის 0 ინდექსზე, იმიტომ რომ პირველი ის არის, ხო? პირველი ელემენტია. კარგი. ეხლა მოდი დავსორტოთ. და მე თან გავიყოთ რომელზე იმყოფება. ეხლა არის მესამე ინდექსზე. ნუ მესამე იმიტომ რომ ალბათ ჯერ ეს იყო, მერე ეს იყო, მერე ეს იყო და მერე ეს ალბათ. და მესამე ინდექსი, ანუ მეოთხე არის რიგში, ხო? ამიტომაც ეს index of-ის საშუალებას მაძლევს, რომ გავიგო კონკრეტულად იმ ინფორმაციის ინდექსი. ესეთი სინტაქსი აქვს array წერტილი index of და გადაეცემა ორი რაღაც. პირველი არის მასივი, რომელზეც ვსაუბრობ და მეორე არის ის ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რა თქმა უნდა. ეხლა მე სხვა ინფორმაცია რო დავწერო, დავუშვათ 4-იანი. წესდარიგით გავა error-ზე. იმიტომ რომ 4-იანსაც არ არსებობს და თან ეგეთი -1 ამოვიდა, ხო? ანუ როცა ვერ პაულობს, მაგდროს მიგდებს -1-ს. ანუ -1 ინდექსი ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ მოწებნა ეგეთი. ანუ error-ს კი არ გაიჩვის, გეუბნება -1. ანუ ჩვენ ხო ვიცით, რომ იწყება 0-დან, ხო? მე-0, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ინდექსი, ხო? მაგრამ -1 არის, რომ საერთოდ არ აქვს ინდექსი, საერთოდ არ არსებობს ეგეთის. არსებობს კიდე, ასე ვთქვათ, მოდი თან დავპრინტოთ. array წერტილი last index of-ი. last index of-იც ეგეთი ტიპაჟია. უბრალოდ მოიცადე, აქ დავწეროთ მოდი hello. ძალიან როგორც გქონდა. და აქაც დავწეროთ hello. უბრალოდ ნახეთ, index of-ი სხვა არის, last index of-ი სხვა არის. index of-ი არის ესეთი ტიპი, რომელიც აი დაინახავს თუ არა ასე ვთქვათ, მოიცა? აი დაინახავს თუ არა პირველ hello-ს იმ ინდექსს მეუბნება. აი მაგალითად, ეს hello ხო დაინახა პირველ ჯერზე. დაინახა და მითხრა, რომ ამ hello-ს ინდექსი არის 0-იანი. კი, მაგრამ მეორე hello-ს რომ გქონდეს, იქნება მე მაგის ინდექსი მაინტერესებდა სიტყვაზე. ხო? ანუ მაშინ რაღაცა პრობლემები მაქვს, ხო? იმიტომ რომ ეს hello, პირველი hello იპოვა, ხო? და არა მეორე hello რაც მინდოდა. აქ ნაგონარი არსებობს როგორც index of-ი, რომელიც პირველს პოულობს, ანუ hello პირველად სადაც დაინახავს მაგას. და არის last index of-ი, რომელიც პოულობს ბოლო hello-ს, ანუ ბოლო hello სადაც არის მაგის ინდექსი. აქ ნაგონარი მე ცოტა ხანი ეს დავაკომენტაროთ. აქ ნაგონარი ეს ორი სხვადასხვა რაღაცას აბრუნებს. ეს hello ეხლა, ეს index of-ი ეხლა დააბრუნებს პირველს, ანუ მე-0 ინდექსს და ეს last index of-ი დააბრუნებს ბოლო hello სადაც შემხვდა იმას. ანუ 0 1 2, ანუ მეორე ინდექსი იქნება ეს. და გავუშვათ ნახოთ. 0 და 0. ვა. რატომ გააკეთა ეგრე? აქ მძიმე მიწერია და მაგიტო. იმიტომ რომ მძიმეთი ვერ იპოვა. ანუ მძიმე საერთოდ სხვა ინფორმაცია იყო. და მაგიტო, ანუ მაგას აქ ხომ ვუთხარი, რომ ამ კონკრეტული ინფორმაციის ის მითხარით ხო ინდექსი. და მე აქ მძიმე რომ მქონდა, ეს საერთოდ სხვა ის ინფორმაციაა. ამიტომაც, გავუშვათ ახლა 0 და 2. ხომ? ანუ მე-0 ინდექსი არის ამის დამსახურება, მეორე ინდექსი არის last index of-ის დამსახურება. ანუ პირველი index of-ი პირველ hello-s ინდექსს მიპოვის, last index of-ი ბოლოსას. აბა თუ ვერ მეკითხა. აბა შემოვიდი აქ.
შევიხმაისმის ხო? კარგად. დამიდასტურეთ. მაინც. ეს ოკეი. კაი. ეხა რა ხდება კიდე მეცადე? კითხვები არ არის არაფერი. ნუ ეს index of-ი გავარჩიეთ, last index of-ი გავარჩიეთ. კიდე რა არსებობს? ერეი წერტილი და გავიაროთ, აბა კიდეები არის. ნუ საინტერესოები მინდა რომ გავარჩიო, მეცადე. Index of-ი ვთქვით, last index of-ი ვთქვით, reverse-ი ვთქვით, sort-ი ვთქვით. როგორ? Find index-ი შევა. ხო, find index-ი არის index პოულობს. უბრალოდ აი ეს find index-ი არის დაკავშირებული რთულ თემატიკასთან, ანუ მაგალითად find index როცა ვამბობ, მე ვამბობ რომ მიპოვე ინდექსი, მაგრამ რისი ინდექსი? და აქ უნდა ვუთხრა კონკრეტულად აი რაღაცა პირობა რა. ანუ index of-ი ხო ვთქვით რომ ამ კონკრეტულ ტექსტის იმას პოულობს. The find index-ზე მე massive-ს ხო ვუთითებ და მე ვუთითებ რაღაცა ლოგიკას, რომელიც ჩვენ ჯერ არ გვისწავლია, ანუ რაღაცა ლოგიკა. აი რაღაცა სიტყვაზე ამ massive-ს დავუაროს და მე აქ იპოვოს, რომელიც არის შუაში სიტყვაზე, ასე შემდეგ. ანუ რაღაცა ლოგიკა უნდა დავწერო და მაგის ინდექს პოულობს რა. ამიტომაც ეს finding-ზე ჯერ ვერ ახსნი. ფუნქციების და მეთოდების სიღრმისეული სწავლა გვიწევს, რომ მე ეს find index-ი გავიგოთ რა. ასე რომ ცოტა ხანი მოვითმინოთ ჯობია. კარგით, გასაგებია და find-ი მსგავსად არის? კი. ან find index-ი პოულობს კონკრეტულ ელემენტის ინდექსს და find-ი პოულობს კონკრეტულ მაგ ელემენტს, კონკრეტულ მაგ ინფორმაციას. მაგას შორის ეს განსხვავება. იდეაში find index-ი თუ ვიპოვი მაშინ პირდაპირ შემიძლია ანუ ინდექსზე წტომა თუ მაქვს, ესე იგი ელემენტზე წტომა მაქვს. ასე რომ, ნუ თუ ის დამჭირდება, მაშინ find-ს გამოვიყენებ, თუ ინდექსი დამჭირდება, მაშინ find index გამოვიყენებ. ეგ მომავალის თემა უფრო. ითმადობა. ოკეი. ოკეი, კაი. კიდე რა გვაქვს აქ? ესე იგი მე რაც მინდა რომ გავარჩიოთ მე array წერტილი და აქ არის მაგრამ მეტი იდეაში არც გვაქვს. join-ი არსებობს ესეთი. array წერტილი join. ესეთი მეთოდი არის, რომელიც მინდა რომ სახში გაარჩიოთ, მაინტერესებს რას იპოვეთ. join მეთოდი არის ესეთი. რაღაცა შეერთებას გულისხმობს. ანუ ჩვენ ხო წევა ვთქვით split-ი. split text რო ხლიჩავდა. და join-ი არის პირიქით შეერთება. და ამ join-ით ვიღებ უბრალოდ string წერტილი join მინდა გავარჩიოთ. ორი join-ი არსებობს და ამას სხვა join დაწერა. ანუ string წერტილი join-ი. join-ი არის ასე ვთქვათ, რომელიც აწებებს პირიქით. ანუ split-ი ხო ხლიჩავდა და join-ი პირიქით აერთიანებს. ანუ თუ კი მე მაგალითად მაქვს ტექსტების მასივი, მე თუ შევაერთებ ამას, მივიღებ ერთ დიდ ტექსტს. და მინდა რომ ამ join-ზე ნახოთ, ასე ვთქვათ, რას ამოგიხდებთ და მაგალითებიც გააკეთოთ. მინდა რომ ივარჯიშოთ ამებზე, მასივებზე და ცოტა დრო მინდა რომ მოგცეთ, ანუ რაღაცნაირად ხვალ არ მინდა, პარასკევს მინდა რომ ჩავატაროთ, ანუ ერთ დღე გამოტოვებით რომ იყოს რა. ანუ პარასკევს ჩავატაროთ შემდეგი ლექცია, რომელშიც ჩვენ ვისაუბრებთ არა მარტო მასივებზე და თვითონ დავალებებზე, არამედ გავივლით განზომილებებს, ანუ გავივლით ორ განზომილებიან მასივს და მრავალ განზომილებიან მასივს. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ თუ ახლა ვხედავთ, რომ მასივში არის რაღაცა ელემენტები,
შეიძლება იყოს სიტუაცია, რომ მასივში იყოს მასივები და იმ მასივში იყოს ელემენტები. და ორგანზომილებიანი, სამგანზომილებიანი, ბევრგანზომილებიანი მასივები არსებობს. ასე რომ ეგეც ძალიან საინტერესოა. იმიტომ რომ მასივში შეიძლება მასივები იყოს და მე მან მოგვიწიოს, ასე ვთქვათ, ფუნქციონალების შესრულება და ლოგიკების და მათ გაგება რაღაცა კონკრეტული იმის ამოცანა, რასაც მოითხოვს იმის და ძალიან საინტერესო რაღაცებია რა. ამიტომაც პარასკევს გავარჩევთ ორგანზომილებიან მასივებს და ანუ თვითონ შეგიძლიათ სახშიც გაარჩიოთ სანამ ლექციაზე ავხსნი. ანუ ესეთი მასივი, ესეთი ის არსებობს. დავუშვათ int ტიპის მასივი თუ არის, ესეთი ფიგურული ჩვილი გამოხატავს ერთგანზომილებიანს და ესეთი გამოხატავს უკვე ორგანზომილებიან მასივს. ანუ როცა მასივში არის მასივი, ან მასივი ან მასივები და მაგ მასივებში არის int ტიპის რიცხვები. ძალიან საინტერესოა. ორნაირად შეიძლება ეგ განზომილებიანი მასივები შეიქმნას და მაგას გავარჩევთ პარასკევს. აი თუ არის რამე კითხვა ამ ლექციასთან დაკავშირებით? გისმენთ? შემოვიხედო. და შევხედო, მე მგონი ძირითადები ვთქვი, პარასკევს მინდა რომ ეგ გავხსნა და ნუ ერთი შეგვეთ რომ for loops ხშირად გამოვიყენებთ მასივებში და აი ჩვენ წინა ლექციაში ლიზა თუ გახსოვს for loop-ში რომ for loop-ი გავაკეთეთ, ხო გახსოვს? აი ორგანზომილებიან მასივებში და აი მაგ განზომილებიან მასივებში მოგვიწევს for-ში for-ის გამოყენება. იმიტომ რომ თუ კი მასივში მასივია და იმ მასივში რიცხვებია, მაშინ მე ჯერ იმ ქვემასივში უნდა შევიდე, რომ მე რიცხვებს დავუარო. ასე რომ ძალიან საინტერესოა მანდ რა. nested loops ქვია, ესეთ რამე nested loops. როცა მასივში არის მასივი. როცა loop-ში არის loop-ი, სწორად. ასე რომ წინ გველოდება ძალიან საინტერესო რაღაცები. კაი, კითხვები არ გვაქვს რამე? სიამოვნებით გავცემ პასუხს. ოკეი. აი, თუ კითხვები არ გაქვთ მეგობრებო, მაშინ დაგემშვიდობებით, შევხვდებით ნუ ამ ჯერად პარასკევს და არა ხუთშაბათს დავწერ ჯგუფშიც რომ პარასკევს იყოს და იმედი მაქვს რომ საინტერესო იყო თქვენთვის ეს ლექცია და საინტერესოა ზოგადად ეს თემა რა მასივების თემა მე ლისტებს რო გავიდით ბევრად უფრო საინტერესო იქნება იმიტომ რომ როცა მინდა დავამატებ როცა მინდა წავშლი ნებისმიერს და ძალიან მოსახერხებელია პასუხი დავდება გავაკეთოთ თუ კი შეძლებთ გააკეთეთ უბრალოდ თუ კი თქვენ მივარჯიშებთ და შეძლებთ გააკეთოთ პრობლემა არ არის გააკეთეთ უბრალოდ შეიძლება ისეთი მასალა იყოს რომელიც მე ხა არ მაქვს ახსნილი და პარასკევს მინდა რომ ახსნა ასე რომ ეგ გავითვალისწინოთ რა თუ შეძლებთ მაშინ გააკეთეთ და გაუგებარი საკითხები რაც გექნებათ ჩემ ლექციას დაელოდეთ რომ მე უკვე გააკეთეთ ხო ოკეი კაი თუ რამე ჩანაწერი გვექნება რა ხო კაი თუ რამე რა ვიცი 10 წუთით დაგვიანებით დავიწყებ პროგრამა თუ ეგეთი ის იქნება კაი თუ არაფერი კითხვა არ გაქვთ მაშინ დაგემშვიდობებით მეგობრებო და შევხვდებით პარასკევს ნახვამდის ნახვამდის კახე ნახვამდის